სომხეთმა პრორუსი ოლიგარქის გაგიკ წარუკიანის ქარხნის ნაციონალიზაცია მოახდინა. ქარხანა სახელმწიფო საკუთრებაში გადავიდა. საუბარია ალკოჰოლური სასმელების საწარმოზე. სომხეთის ოფიციალური უწყებების განცხადებით, ობიექტი წარუკიანის მიერ უკანონოდ მოპოვებულ ქონებად შეფასდა. გაგიკ წარუკიანი თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით 7 ივლისს დააკავეს. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ ომში 50,000-მდე უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა და 400,000-მდე დაიჭრა. რაც შეეხება რუსეთის დანაკარგებს, ზელენსკის ინფორმაციით ოკუპანტებმა 1,600,000 სამხედრო დაკარგეს, მათგან 700,000-მდე მკვდარია. ინიციატივა რუსეთის ხელში არ არის, ჩვენ არ ვაგებთ ომს და ისინი არ იგებენ, აცხადებს ზელენსკი Fox News-თან. სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლის სრულად დაფინანსება აკადემიური მოსწრების შენარჩუნებაზე იქნება დამოკიდებული. დეკემბერში ოცნებამ განაცხადა, რომ პირველი ხელისუფლება იყო, რომელმაც უმაღლესი განათლება უფასო გახადა. დღეს კი გაირკვა, რომ სრული დაფინანსება სტუდენტებს მხოლოდ პირველ კურსზე ექნებათ. მესამე სემესტრიდან კი მათ ამისთვის 80%-ზე მეტი კრედიტი უნდა დააგროვონ. დაფინანსება ორ ნაწილად იყოფა, 50% გარანტირებული, 50% დამსახურებაზე დაფუძნებული. სროლა გორის სოფელ ტყუიავში სამბირს ცეცხლი გაუხსნეს, ერთმა მძიმე დაზიანებები მიიღო. მოტივად შელაპარაკება და შურის ძიება სახელდება. გამოძიების განცხადებით საფრთხე შეექმნათ ადგილზე მყოფ სხვა პირებსაც. ბრალდებული სახით 4 ადამიანია დაკავებული.